დღევანდელი ჩვენი ვლოგის სტუმარია ფსიქოლოგი მარიკა ხავთასი, რომელიც ხშირად საუბრობს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე და არსებულ პრობლემებზე. მარიკა ყველაფერი ხელს გვიწყობს, რომ დღეს საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდეს. როგორი განწყობით ხარ? გადასარევი განწყობით ვარ, მით უმეტესად ეგეთ გოგოებთან. მიხარია გოგოს რო ხედავ ლამას. სიცოცხლე ცავსეს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან იშვიათია, კი? უკვე კარგ განწყობაზე დავდექით. საიდან წამოვიდა იდეა, რომ დაგეწყო ვლოგი, სადაც განიხილავ ქალის და მამაკაცის ურთიერთობებს, ანუ პირად თემებს ძირითადად. ზოგადად მართალი რო გითხრათ, ჩემი გზა დაიწყო ზუსტად გაშორების შემდეგ. იმიტომ რომ გაშორების შემდეგ დამხვდა ცხვირწინ უდიდესი იდენტურობის კრიზისი, დეპრესია და რავი, ყველაფერი რაც შეიძლებოდა ალბათ მაგ სიტუაციაში რომ ყოფილიყავ. და მე წავედი თვით შესწავლაში, ანუ ფსიქოლოგიაში, იმიტომ რომ მე ვხვდებოდი რომ კი შეიძლება ვინმეს დახმარება მოუნდეს, მაგრამ ჩემს გარდა მაინც ასე თუ ისე ამ მდგომარეობიდან ვერავინ ვერ ამომათრევდა. როდესაც ქალს ხედავენ რომ არის თავდაჯერებული, რატომღაც არ არის მიღებული სოციუმში თავდაჯერებული ქალი. ასე თუ ისე, როგორი ქალიც არ უნდა იყოს, როგორი მაგარიც არ უნდა იყოს, ნახავენ ახლა ყველა არავინ არ არის იდეალური არა, მაგრამ მაინც ნახავენ იმის საშუალებას, რომ დატოცონ ქალი, თავდაჯერება ჩამოუწიონ და რავი, თავისი ადგილი ვითომ ქალებს აჩვენონ. ჯენ მარიკა კონკრეტულად ეხმარები როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს, ხო? და აი როგორ ფიქრობ, მაგალითად დღეს საქართველოში რა არის ყველაზე დიდი პრობლემა? მოდი მამაკაცებიდან დავიწყოთ და შემდეგ უკვე გადავინაცვლოთ ქალბატონებზე. ყველაზე კარგი მიდგომა ადამიანთან, თუნდაც კაცთან, ქალთან არის კარგი დამოკიდებულება, ზუსტად კარგი დამოკიდებულებით, ყურადღებით, პატივისცემით, სითბოს გაცემით დაინახავ ზოგადად რა ფსიქოლოგიურ დონეზე იმყოფება შენი მეორე ნახევარი. როდესაც კაცები ამბობენ, რომ ქალები ყველა მატერიალისტები არიან, ზოგადად ეს ამბობენ ზუსტად ის კაცები, ვისაც სამწუხაროდ ფინანსები არ გააჩნია. ხო, თუმცა მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფინანსები არაფერ შუაში არის ქალთან ურთიერთობაში. დამოკიდებულებით შეგიძლია, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მართალი რო გითხრა, ფინანსების გარეშე არ მიყვარს მე საუბარი. ფინანსები, ანუ ჩემი აზრით, მამაკაცმა ჯერ ფინანსური სტაბილურობა უნდა მოიპოვოს და არ ვსაუბრობ მე ზოგადად იმაზე, რომ მილიონერი გახდეს მეთქი, მაგრამ რაღაც მინიმალური მოთხოვნილება თავისი და მეორე ნახევრის დასაკმაყოფილებლად ეგ უნდა გქონდეს აუცილებლად. თქვენ ყავთ ძალიან ბევრი პაციენტი ქალბატონები და ალბათ კიდევ უფრო კარგად იცით თუ რა სურთ ქალებს და აი ამის შესახებ რომ გვესაუბროთ. როგორი ქალიც არ უნდა იყოს, შეიძლება ძალიან მდიდარი მამაკაცის გვერდით დგას, შეიძლება არც ისე მდიდარი, მაგრამ სხვა რაღაც თავისი ბონუსები აქვს მამაკაცს. ასე თუ ისე, ყველა ქალს უნდა სიყვარული. სიყვარული და ყურადღება. განა ის რომ ზოგიერთები მამაკაცები იძახიან ტვინს ბურღავენ, ქალები არა, ქალები არ ბურღავენ ტვინს. ქალებს უბრალოდ უნდათ რომ მამაკაცებმა გაიგონ. შენზე მეტყვეობს ზუსტად ის თუ როგორი ქალი დგას შენს გვერდით. შენს გვერდით თუ დგას დაკომპლექსებული, დატოცული, ესე იგი სიცოცხლის ენერგიებისგან გამოცლილი ქალი, ესე იგი შენ უბრალოდ გაქვს მხოლოდ ეგეთი ქალის თავი. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ქალი არის მამაკაცის სახე. თქვენს ვლოგში ხშირად განიხილავთ ხოლმე კონკრეტულად ქართველ მამაკაცებს და გითხარით, აბა როგორები არიან ეს ქართველი მამაკაცები? აი, სამწუხაროდ არის ის მოვლენა, რომ ცდილობენ ზუსტად ქალთან კონკურენციაში შევიდნენ, შესვლას. სამწუხაროა, რომ დღეს ასე ადვილად შეუძლია მამაკაცს არაშესაბამისად მიმართოს ქართველ ქალს, ქართველმა მამაკაცმა. თუმცა, ჩემი აზრით, რომ უპირველესი რამ იყო, რაც ჩვენი წინაპრები დებდნენ აი ტვინში და აზროვნებაში, რომ ქალი უნდა დააფასო. ხო, მოდი ჩვენი მაყურებელი არ გავაბრაზოთ და ეს არ ეხება ყველა მამაკაცს, ხო? ესეც აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, იმიტომ რომ არიან ისეთი მამაკაცები. მოდი მე ვიტყვი ხა, თორე ძალიან ანტაგონისტი ვიქნები. იმიტომ რომ აი ზუსტად უხეშები ყვირიან, ხო ხდებით, უხეშები აყენებენ შეურაცხყოფას და ზოგადად მასაში ზუსტად აი ეს უხეშები ჩანან. თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ეგეთები არ არიან. მოდი მაშინ ახლა ცოტა დასასრულს მივუახლოვდეთ და აუცილებლად უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს, შენი მთავარი სათქმელი რა არის? ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჯერ თქვენი თავი უნდა შეისწავლოთ შესაბამის დონეზე და თქვენი პარტნიორიც უნდა შეისწავლოთ შესაბამის დონეზე. არ არსებობს იდეალური ურთიერთობა, არ არსებობს იდეალური ადამიანი და განკურნილ ადამიანს განსხვავებს განუკურნავ ადამიანისგან მხოლოდ ერთი რამ, გათვითცნობიერება. როდესაც შენ იცი შენი მინუსები, იცი შენი ტრავმები და აქედან გამომდინარე ცდილობ, რომ ურთიერთობაში შეხვიდე მეორე ადამიანთან. ფანტასტიკური, მოდი მაშინ ახლა. ვაიმე. მოდი დაიჭირე.
ანუ ჰარმონიული ურთიერთობა ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და ეხლა ერთი ტრადიციული ფოტო გადავიღოთ. აბა, მადლობა. ვიღიმით.